გამარჯობათ მეგობრებო, იმედია კარგად დაისვენდეთ ზაფხულის შემდეგ, აი მეც დაგიბრუნდით ხანგრძლივი დასვენების შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ გადავწყვიტე რაღაცების შევცვალო ჩვენ ონლაინ გაკვეთილებში, შევცვალოთ ფორმატი ამ გაკვეთილების. ანუ ამის შემდეგ დავდებ მოკლე ვიდეოებს სხვადასხვა მელოდიებით და რომელი ვიდეოც დაიმსახურებს ყველაზე მეტ ინტერესს, მოწონებას, კომენტარს და ნახვებს იმ ვიდეოსში წარმოდგენილ მუსიკას გავარჩევთ შემდეგ თავიდან ბოლომდე. არ დაგავიწყოთ მეგობრებო ჩვენი არხის გამოწერა, მოწონება, კომენტარის გაკეთება, გაზიარება. მაშ ასე ჩვენ ბოლოს გავჩერდით სიყვარულის ისტორიაზე, დავყავით ეს ნაწარმოები მუსიკალურ ნაწილებად და გავიარეთ ორი ნაწილი. ეხლა მეგობრებო გადავიდეთ მესამე ნაწილზე. ეს არის აი ამ გვერდის მესამე ხაზის მეორე ტაქტი და გავარჩიოთ ეხლა მესამე ნაწილი შემდეგი გვერდის პირველი ხაზის ჩათვლით. შემდეგ იცვლება თემა. იმედია ამის გარჩევასაც მოვასწრებთ. მინდა რომ მთლიანად მოვასწროთ დღეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ვერ მოვასწრით, დაგვრჩება კიდევ ერთი ნაწილი. კარგით მეგობრებო, მაშ ასე დავიწყოთ. მარცხენა ხელში თითქმის სულ არის ერთი და იგივე მესამე ნაწილში. რაც მეორდება, რაც იყო წინა ნაწილებში, ამიტომ ამ მარცხენა ხელზე აღარ გავჩერდები. ეხლა რაც შეეხება მარჯვენა ხელს, აქ არის რითმი, დანარჩენი არაფერი რთული არ არის, ნოტების კითხვა ყველამ ვიცით, მარცხენა ხელშიც გავჩერდები რაღაცა მომენტზე, რომელიც ასევე არის ყურადღება მისაქცევი. ეხლა რაც შეეხება სპეციფიკას, ანუ რა არის აქ მარჯვენა ხელში, ის რომ ლიგებით არის გადაბმული ერთნაირი ნოტები და ვიცით რომ პირველი იკვრება, მეორე არ იკვრება. ეხლა თვლა. ნახეთ, ვეცდები რომ ისე დაუკრა რომ გამოჩნდეს კლავიატურა. ნახეთ, ესე იგი 1 2 ვიჭირავს, შემდეგი ფა, სა არ ვუკრავთ, მი, ლას ვუკრავთ, ო არ უკრავთ ლას და თხი ი. ესე იგი ნახეთ როგორ იქნება. აი ესეთი ჟღერადობა ექნება. შემდეგი ტაქტი. ამ სისისებ აღარ უკრავთ და არც იმ რეს არ უკრავთ და ანუ ექნება ესეთი ჟღერადობა, ნახეთ. შემდეგი ტაქტი. აქამდე არის ეს შემდეგი მესამე ნაწილი. ეხლა რა ხდება აქ? კიდევ რისი თქმა მინდა. თვლა, ნახეთ. 1 2 3 4 1 2 3 4 რითმს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ლიგებს. დანარჩენი აქ არაფერი რთული აბსოლუტურად არ არის. ნოტებს დავასახელებ მაინც მეორე ოქტავაში და პირველ ოქტავაში ვართ. ფა, ლა, ლა, ფა, ლა, მაგრამ როგორც თქვით, ლიგით გადამულ მეორე ფას, მეორე ლას არ უკრავთ და ანალოგიურად, აი ყველგან აღარ გავიმეორებ მე და ყველა ტაქტში იქნება იგივე. ლა, სი, 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 რე, რე, ფა, რე, მი, mi, sol, sol, mi, sol, sol, la, 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 do, mi, do, re, re, si, si, re, si, do, re, mi, la, do, mi, fa. ისევ ლიგით არის გადამული. fa, sol, sol, la, do, si, do, si, si, do, re, fa, mi პირველი ოქტავის, შემდეგ ისევ mi, რომელიც ლიგით არის გადამული, ხანდისხან მიტყვი ხოლმე.
ფა, სოლ, სი, მეორე გვერდზე სი, ლა, ისევ რიგით გადამული ლა არ ვუკრავთ, სოლ, ფა, მი და რე ძიეზი არის შემდეგ, 1 ორ თვლაზე და რე ძიეზი. ისევ რე ძიეზი გადამულია რიგით არ ვუკრავთ მეორე რე ძიეზს, ფა ძიეზია, ლა, ფა ძიეზ, სოლ ძიეზ. აი აქ მთავრდება ეს პატარა ნაწილი. ახლა რა მინდა რომ გითხრათ, აი აქ რა არის მაგალითად ძალიან ესეთი საყურადღებო მომენტი, რომ ბოლო ხაზის პირველ ტაქტში ნახეთ მარჯვენა ხელში დო, რე, მი, ლა, დო, მი, ფა. და ასე შემდეგ, ხო? ახლა აი ამ ტაქტში, პირველ ტაქტში ნახეთ მარცხენა ხელში რა ხდება? ლა, ლა, სი, სი. ამოდით ავიღოთ რომ დაინახოთ. ნახეთ? ლა, ლა, სი, ლა, ლა, სი, ლა, დო, ლა, ლა, ლა. ანუ აი აქ გამოაჩინეთ ზედაბგერები და ნონ ლეგატო არის, ესე იგი მთლად გადამულად არ ვუკრავთ, მაგრამ ზევითაც ესე ხელი არ ახსნათ, ხო? ხა ნახეთ, მოდი გაჩვენებთ ერთად როგორ იქნება იჟღერს ეს ტაქტი. ნახეთ. 1 2 3 4 და შემდეგი ტაქტზეც მინდა მივაქციო ყურადღება. ნახეთ. აი ეს უნდა დავუკრათ ესეთნაირად რითმით, ხო? 1 2 ანუ აი ეს 4 ნოტი მარცხენა ხელის რე, ლა, რე, ლა უნდა ჩავატიოთ ორ თვლაში და ფასთან ერთად დავუკრავთ. ნახეთ, შემდეგი ფა არის ლიგაზე არ უკრავთ და მე აქეთ მარცხნივარი რე და შემდეგ ერთად ვუკრავთ. ნახეთ. მე მარტო მარცხენა დოს ეს სოლი ლიგით არ და არ იკვრება და შემდეგ ნახეთ აი ამ რესთან ერთად ანუ ნახეთ ახლა როგორ იქნება ერთობლივად. და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქ არის ეს საყურადღებო. ეხლა შემდეგ გვერდზე მე ამას ესე მოკლედ ხსნი, იმიტომ რომ უკვე ვთვლი, რომ საკმარისად ვისწავლეთ აქამდე ნოტების გარჩევა. ნახეთ, ეხლა შემდეგი გვერდი, ხო? ხო გვერდზე რო გადავალთ, ისე რომ მივალთ აი ამ ადგილამდე. სი ეს არის პირველი ხაზის მეორე ტაქტი, ნახეთ. სი, სი, ლა უკრავთ. და სოლ ძიეზი, ნახეთ. აი აქ მინდა ვთქვა რა. ხა რა ხდება აქ? მარცხენა ხელში. აქ ახლა შემდეგ მეოთხე ნაწილზე გადავედით, არის განსხვავებული ნაწილი. ნახეთ, აქ მის ხო დავუკრავთ დიდი ოქტავის და შემდეგ ნახეთ, წერია მი, სი და შემდეგ წერია სოლ ძიეზ, რე ძიეზ, მაგრამ ნახეთ ძალიან არ ცუდად ჟღერს ყურში და მე ვთვლი, რომ შეცდომაა და აქ უნდა იყოს სოლ ძიეზ, მი. და დავუკრათ ეს ნახეთ როგორ მეხუთე მეორე თითით და ესე იგი 1 2 3 4 აი ასეთნაირად იქნება ეს მეგობრებო. ახლა რა მინდა კიდე გითხრათ, ნახეთ, აქ არის მარცხენა ხელში მიები, მცირე ოქტავის 1 2 3 4 და შემდეგ ბოლომდე, სანამ შემდეგ ნაწილზე გადავალთ, სულ არის მიები დიდი ოქტავის, ანუ არაფერ რთული აქ მარცხენა ხელში არ არის. ახლა რაც შეეხება მარჯვენა ხელს, მეორე ხაზის პირველი ტაქტიდან შევხედოთ კარგად. ესე იგი 1 2 3 4 ესეთი დათვლა იქნება. ანუ მარცხენა ხელი როდესაც უკრავს, ნახეთ 1 2 მარჯვენა ხელი აკეთებს მერე 3 4 მარცხენა ვიკავია და ამ დროს მარჯვენა ხელი უკრავს. ეხლა ნახეთ ნოტები ლა მცირე ოქტავის ლა, სი, რე, ხო აქაც არაფერი განსხვავებული არ არის. ამ ნოტების კითხვაც ჩვენ ვიცით. ეხლა ნახეთ, აი გაჩვენებთ ესე იგი მაინც როგორი ჟღერადობა იქნება 1 2 3 4 ეხლა
და აქეთ მიზე გადავდივართ. ხა რას ნიშნავს ეს ხაზი, რომლითაც რე პირველი ოქტავის მარჯვენა ხელში რაც წერია, შეერთებულია მარცხენა ხელის მისთან. ხო ხედავთ? ეს ნიშნავს იმას, რომ აი ამ ბგერებს მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა ხელში წერია, მაინც მარჯვენა ხელი უკრავს. ანუ მი მცირე ოქტავის გვაქვს ჩვენ მარცხენა ხელში და მარჯვენა ხელი უკრავს მარცხენა ხელთან ერთად. ნახეთ. ხა იქ რომ პირველ იმაში ტაქტში იყო მერვედი, აქ მე-16 ნოტები, ორჯერ იმაზე სწრაფად ეხლა უნდა დაუკრათ რეალურად. ნახეთ, აქ თუ არის ესე 1 2 3 4 ესე უნდა დაუკრათ, მაგრამ ეხლა მე ნელ-ნელა გაჩვენებთ იმისათვის, რომ აგიხსნათ, ხო? ეს მომენტი შედარებით დაწვრილებით უნდა ახსნა. ეხლა რა ხდება? ნოტები ვთქვათ, მი, სოლ, დიეზ, სოლ, რე, მი, სოლ, დიეზ, სოლ, რე, პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე დიდი. შემდეგ არის აქ ისევ იქნება იგივე მი, ხო? როგორც თქვით, არაფერი არ იცვლება. სოლ, დიეზ, სი, რე, მი, სოლ, დიეზ, სი, რე, მი. შემდეგ არის სი, რე, მი, სოლ, დიეზ, სი, რე, მი, სოლ, დიეზ, ორ-ორად, ესე იგი, ზედ არპეჯიო ქვია ამ სრულებს, ავდივართ ზედ ნელ-ნელა ზევით, ხო? მი, რე, სოლ, დიეზ, სი, მი, რე, სოლ, დიეზ, სი და ისევ. ნახეთ, მი, სოლ, დიეზ, სი, რე, ანუ ერთი და იგივე ბგერებია, მონაცვლიობენ, ხო? პირველი, შემდეგ სოლ, დიეზ, შემდეგ სი, პირველი, მეორე, მესამე ბგერა და ასე შემდეგ და მი, სოლ, დიეზ, სი, რე, შემდეგ სოლ, დიეზ, სი, რე, მი, სოლ, დიეზ, სი, რე, მი, მი, რე, სოლ, სოლ, დიეზ, მი, რე, სი, რე, მი, სოლ, დიეზ, სი, რე, მი, სოლ, დიეზ, ხო არის ორ-ორჯერ, შემდეგ არის მი, სოლ, დიეზ, სი, რე, მი, სოლ, დიეზ, სი, რე, იგივე ნახეთ, მი, სოლ, დიეზ, სი, რე, მი, სოლ, დიეზ, სი, რე და ეხლა რომ არ იყოს ზევით გადატანის ნიშანი, ნახეთ, ოქტავით ზევით გადატანის ნიშანია. იქნებოდა მი, სოლ, დიეზ, სი, მი, მესამეზე და დამატებით ხაზზე. მაგრამ ნახეთ, რადგანაც არის ოქტავით ზევით გადატანის ნიშანი, ვუკრავთ აქ. ნახეთ, მი, სოლ, დიეზ, სი, მი. აი აქეთ უკრავთ. და შემდეგ გარკვეული ნაწილი არის აი ოქტავით ზევით. მანამ გადავალთ მანდ, დაუბრუნდეთ ისევ ამ ნაწილს, ახლა რა უნდა ვიცოდეთ ამ ნაწილში. ნახეთ, კრიშენდო პოკო ა პოკო წერია, ესე იგი თანდათან ვუმატოთ ბგერის სიძლიერეს. აი ეს უნდა ვიცოდეთ და რით არ დააქრო, აი დავისვენოთ, ანუ ეს ნიშნავს ისიც, რომ აი ბოლო წერტილი. აი ბოლო წერტილი არის ეს, ანუ აი აქამდე უნდა მოვიყვანოთ ეს ერთიანი ხაზი. ამის შემდეგ, მეგობრებო, ხდება იგივე მელოდიის დაკვრა, ოღონდ ოქტავებით და რაც მთავარია, კიდე ერთი ოქტავით ზევით. ანუ ნახეთ, რომ არ იყოს ოქტავით ზევით გადატანის ნიშანი, იქნებოდა ესე, ნახეთ, 1 2 3 4, ხო? შემდეგ დოს აღარ ვუკრავთ, დო დო, მი მი და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ოქტავა, 8 ბგერას შეიცავს, ორი ერთნაირი, ანუ ერთი ოქტავის და მეორე ოქტავის ერთი და იგივე ბგერები, ხო? აღა ნახეთ, აქაც ლიგით არის გადამული, ჯერ ნახოთ ვითომ არ წერია იქით ოქტავაში, რომ გავერკვეთ ნოტებში, ნახეთ. 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 ესეთი ხაზი გრძელდება, იგივე მელოდია, მეგობრებო, ოღონდ არის ოქტავში, მაგრამ ნახეთ, რადგანაც არის ოქტავის გადატანის ნიშანი, ერთი ოქტავით ზევით უკრავთ, ანუ აი აქ უკრავთ რეალურად, ხო? შემდეგ ეს მელოდია მეორდება, მარცხენა ხელში ზუსტად იგივე ბგერებია, რაც იყო პირველ ნაწილში და არაფერი არ მთავრდება და მოვდივართ უკვე, აი გადმოვდივართ ბოლო გვერდზე, ვუახლოვდებით, ასე რომ თქვა, დასასრულს, მაგრამ ჯერ კიდევ ვართ მეოთხე ოქტავაში, მესამე მეოთხე ოქტავაში მოძრაობთ, ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება. აი ამ მომენტიდან ნახეთ შევხედოთ კარგად, აი ეს სიები იქნებოდა, მაგრამ ვინაიდან ერთის ოქტავით ზევით უკრავთ აქეთ. და ერთი, ორი, სამი, ოთხი. შემდეგ ნახეთ 1 და ეხლა ვუკრავთ ლა, რე, ფა, ლა, 2, 3 და ისევ ნახეთ 4.
ბოლომდე ჩავედი აი ამ პირველი ხაზის ბოლო ტაქტამდე, მაგრამ მე ხა აგიხსნით, ნახეთ. ესეთი ხო ვართ ჩვენ 1 2 უпростოდ 3 4 წინა ტაქტიდან, ესე იგი 1 ლიგით არის გადამული არ უკრავთ. ეხლა ნახეთ, აი ლა-ლას რო ავიღებთ, როგორ აიღოთ მარტივად ლა-ლა და რე-ფა უნდა აი აქ. მოდით ნახეთ. ესე იგი ლა-ლა, რე-ფა, ლა, რე-ფა, ლა. 2. ეხლა ნახეთ 3-ზე რა ხდება? ეს რე-ფა რჩება. ნახეთ მეორე მეოთხე თითით და ესენი სიზე გადადიან, ეს პირველი და მეხუთე თითი. 3 და ეხლა ნახეთ 4 რა არის? ეს რე-ფა კი რჩება, მაგრამ ნახეთ თითებს ვცვლით. შეხედეთ, მე ხა სპეციალურად გაჩვენებთ, ესე რომ დაინახოთ. ნახეთ 4. ხედავთ? ანუ ასე უფრო გაგიადულდებათ აღება. ანუ კი არ ხელი უნდა ახსნათ, რომ ნონ-ლეგატოზეა, ნახეთ. მაგრამ მე რას ვამბობ, რომ ძალიან ზევით არ აიღოთ ხელი, იმიტომ რომ გაგიადულეთ და აი შემდეგ გადმოსვლის დროს აი ფა, სი, რე, ფაზე რო გადმოხვალთ, პირიქით აი ზემოდან ქვემოთ აიღეთ ნოტები, ხვდებით? იმიტომ რომ ესე ძალიან გაგიადულდებათ გადმოსვლა და ასევე გირჩევთ შემდეგი არის, ნახეთ, მი, ლა, დო, მი და აი ასევე, აი აქვე. 1 2 3 4. და შემდეგი ხაზიც არის იგივე 1 2 3 4. ეხლა მეორდება ისე. იგივე მელოდია მეორდება, მოვდივართ და ნახეთ, როდესაც მოვალთ უკვე აი ამ სიმდე 1 2 3 4 1 იგივე და ნახეთ, ეხლა ეს ოქტავის გადატანის ხაზი არ არის, რაც ნიშნავს, რომ ეს იგივე აკორდები აქ კი აღარ უნდა ავიღოთ, უნდა ავიღოთ აი აქ. 2 ხო? 3 და 4 არის განსხვავებული აკორდი. ხა ნახეთ რა არის? სოლ დიეზ მი, რე, სოლ დიეზ 4. ნახეთ? სოლ დიეზ რე, მი, სოლ დიეზ 4. და ბოლო ხაზის პირველი ტაქტი აი აქედან სოლ დიეზ რე, მი, სოლ დიეზ. ნახეთ, ჩამოვსრიალდებით აი ესე, ოდნავ ახსნით ხელს. ლა, დო, მი, 1 2. ეხლა ნახეთ 3 4 როგორ იქნება. ნახეთ, აქ არის პატარა ფოშლაგი და სი არის ფოშლაგზე და დო მი, შემდეგ არის ლა დო, შემდეგ რე ლა და დო ლა. ესე იგი გამოვიდა ესე 1 2 3 4 და შემდეგი ტაქტი 1 2 დო მი და ნახეთ მი დო 3 ლა დო და შემდეგ დო მი 4. და ეხლა ნახეთ აქვე არის ლა ფა ლა დო 1 2 3 და 4 არის დო ფა და შემდეგ ნახეთ ლა დო მი 1 2 3 4 და გეტყვით რომ ეს არის ლა. მარცხენა ხელში ეს ბგერა. ნახეთ. ვართ აქ მაგალითად, ხო? 2 3 4 დინუენტო ერიტარ და ესე იგი აქაც შევანელებთ და გეგონება შევანელებთ, ხმასაც დავაჩუმებთ და შემდეგ პიანისიმო. ძალიან ხმადაბლა და ფერმატა, ანუ თუ არის 4 თულა, შეგვიძლია კიდევ 1 2 3 4 ესე გავაჩეროთ და არ ავიღოთ. აი სულ ეს არის მეგობრებო, თუ რაღაცა შეკითხვა გექნებათ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, თუ რომელიმე ნაწილში ვერ გაართვით თავი, იმედია მოგეწონათ, გისურვებთ წარმატებებს. მომავალ შეხვედრამდე.